პასუხები დაუსაბუთებელია. ასე აფასებენ ბრიუსელში ქართული ოცნების მიერ ევროკომისიისათვის გაგზავნილ წერილს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 55 გვერდიანი დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. ანონიმური წყარო გამოცემას ეუბნება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროკომისიას არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გაუგზავნა. მისივე თქმით, წერილი ვერ უპასუხებს ბრიუსელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. საკითხი უვიზო მიმოსვლის ბედს ეხება. ქართულ ოცნებას ზუსტად 45 დღე ჰქონდა, რომ ევროკომისიის მიერ დათქმული 8 პირობა შეესრულებინა და მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეენარჩუნებინა. ოცნების მთავრობამ ევროკომისიას ანგარიში დადგენილი ვადის ბოლო დღეს, ზუსტად 31 აგვისტოს წარუდგინა. რადიო თავისუფლების თანახმად ბრიუსელში წერილი და შესაბამისი ანგარიში საქართველოს ელჩის ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ გაიგზავნა. დიპლომატია ამტკიცებს, რომ თბილისი მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს. 5-ნაწილიანი ანგარიშის საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების ნაწილში ქართული ოცნების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით. ნახეთ ყველამ, რომ ბრუსელი ჟონავს. ასე ეხმაურება რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, ბრიუსელმა რადიო თავისუფლება საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია, ხოლო ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ ევროკომისიისადმი გაგზავნილი ანგარიში შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი გახდეს, პაპუაშვილმა თქვა, რომ ბრიუსელი ვერ იქნება სასამართლო. ნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ნახეთ, რომ რადიო თავისუფლება, რომელიც აფინანსებს ბრიუსელი და ამითაც გამოჩნდა საერთო ჯამში რადიო თავისუფლება, რომელიც თავის დროზე CIA-ის მიერ შექმნილი ქვედანაყოფი არის პროპაგანდისტული და დღეს ნახეთ, რომ ამერიკამ შეუწყვიტა ამ პროპაგანდისტულ მანქანას დაფინანსება ტრამპმა და ბრიუსელმა აიღო თავის თავზე დაფინანსება საკუთარი პროპაგანდისტული მედია და აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი და ნახეთ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის. პირიქით ჩვენ გვინდოდა კიდევ ჩვენ არ გვქონდა უფლება რომ გაგვესაჯაროდნენ, თუმცა ჩვენი სურვილიც არის რომ გასაჯაროდეს და ნახოს საზოგადოებამ თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, ეგზავნება ბრიუსელს, სადაც აღწერილი არის თუ სად იმყოფება საქართველოს ინსტიტუციურ, საკანონმდებლო თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას იმ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რომლითაც ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა იკრძალება. ამასთან კობახიძის განცხადებით, ევროპელ ბიუროკრატებს სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა აქვთ. რვა რეკომენდაციიდან ქართული ოცნება მხოლოდ სადავო კანონების გაუქმების მოთხოვნაზე აპელირებს და ამტკიცებს, რომ უვიზოს არ შეჩერების სანაცვლოდ ევროკავშირის საქართველოსგან LGBT პროპაგანდას და სუვერენიტეტის დათმობას ითხოვს. რეალურად კი მოთხოვნები ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და დემოკრატიის უკუსვლის შეჩერებას ეხება. დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაждდომას და ლაპარაკს? არაფერი, ხო? ბუნებრივი არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან აგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არ აქვს არაფერი. კი არა, ეშინიათ და სამარცხვინო შანტაჟის ცდილობისთვის არ არის მათთვის მისაღები. საქართველოში მეგბირდებით, ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეესში და ვერავინ ვერ გადაკეთდება თუ არ იქალი კაცად. ვახტანგ მახარობლიშვილის ადრესატი ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ბიატე გმინდერია. ის ვინც 14 ივლისს მაკა ბოჭორიშვილს მიმართა. რადიო თავისუფლების ცნობით მახარობლიშვილის მიერ გაგზავნილი ანგარიში მოიცავს ისეთ პოლიტიზებულ ტერმინებს, როგორიცაა ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები და გულწრფელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ანგარიში ნათქვამია, რომ ელიტური NGO-ები არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში და ამიტომ გახდა ფარას მიღება საჭირო. ოცნება ანგარიში ცდილობს და ამტკიცოს, რომ ისინი პირნათლად ასრულებენ რეკომენდაციებს. ისინი ისევ უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე აპელირებენ. ქართული ოცნების ხელისუფლება ჟურნალისტების დაცვის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ 2025 წელს პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ერთი ადამიანი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის გამო. საუბარია 2023 წლის შემთხვევაზე, თუმცა რომელზე დაკონკრეტებული არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ქართული ოცნება რეალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთისგან მაქსიმალურად იზოლირებული იყოს.
მორიგი არარაობა ივანიშვილის კარზე, რომელიც ჩრდილში ამ პროცესში, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი აქვს პერსონალური და პიროვნული და აუცილებლად დაისჯება იმ ადამიანთა რიცხვში, რომელმაც ეს ქვეყანა უკან დახია. ჩვეულებრივი რეზიდენტურა გვაქვს გახსნილი ჩვენ საელჩოში, FSB-ში, მოსკოვში და ეს ვატო მახარობლიშვილის კისერზე გადაწყდება აუცილებლად ბოლოს. რაც შეეხება ეპისტოლარულ ჟანრს და წერილებს, რომელსაც ივანიშვილი მისი გარემოცვა, მისი მოლაპარაკე ცხენი და სხვა არსებები წერენ, ამ წერილების შინაარსი იმდენად შემაშფოთებელია და იმდენად მძიმე სამედიცინო ფსიქიატრიულ დიაგნოზს აღწერს, რომელიც რაღაცა დაწრწის ჩვენ ხელისუფლების მაღალი ეშელონების კულუარებში, არავინ სერიოზულად ეს არ უნდა აღიქვას, მაგრამ მეორეს მხრივ ამ პასუხს ქვია საქართველოს სახელმწიფოს პასუხი დღეს ევროკავშირის მიმართ. და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ კომიკური ჟანრი ან ვინმეს ფსიქიური პრობლემა, არამედ აქ გვაქვს საქმე სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღალატთან, რომელთაც არის დაკავებული ქართული ოცნება. გასაგებია, რომ რა თქმა უნდა, ერთადერთი რაც დარჩენიათ ივანიშვილის ბანდის წევრებს არის რაღაც გაურკვეველი ინდექსებით და გაურკვეველ ასე ვთქვათ კვლევებზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ რეალური შედეგი რაც იხილა, როგორც ქართულმა საზოგადოებამ ესე საერთაშორისო არის ერთი, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს რეგრესი, მათ შორის კორუფციის მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს ადამიანი ივანიშვილი არც მალავდა და აცხადებდა, რომ ის ამყარებდა დიქტატურას ქვეყანაში და ბოლო 1 წლის მანძილზე გადაიდგა ყველა მიმართულებით დიქტატურისკენ მიმართული ნაბიჯები, რაც რა თქმა უნდა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის, შეუძლებელია ქვეყანას სადაც პოლიტიკური პარტიები იგრძალება, არასოდეს ორგანიზაციები ყადაღდება და ყველა თავისუფლად მოძრაობენ ადამიანი არის დევნის მსხვერპლი, გახდეს ევროკავშირის წევრი. 16 ივლისს ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც პარტნიორებმა ქართულ ოცნებას რვა პირობის შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცეს. შესასრულებელი პუნქტები მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურებს დაიწყებს.